მე მინდა ძალიან ისე გულის წუხილით აღნიშნო რომ ეს ბოლო წელიწადი ძალიან რთული იყო რთული იმიტომ რომ ანტიეგრესიული კამპანია ძალიან გაძლიერდა და ამაში იყო ჩაბმული მრავალი ადამიანი თითქმის თქვენ კარგად იცით არ გასულა თითქმის არც ერთი დღე რომ ამ ტელევიზიიდან პრესიდან არ გაელანძღათ ეკლესია ამ სასულიერო პირები რატომღაც ეჭვი შეიტანეს ეკლესიაში ეკლესია არის ერთ-ერთი მშვიდი უბანი საქართველოს რეალობაში ცხოვრებაში და აი სწორედ აქ შეეცადნენ რომ ეს სიმშვიდე დაერღვიათ და მე არ ვფიქრობ რომ აქ ხელისუფლების ხელია ჩარეული უფრო სხვა ძალებია ალბათ და რომელთაც არ ესმით ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი და ფიქრობენ რომ მართლმადიდებელი ეკლესია რაღაც ჩაკეტილი ორგანიზმია ჩაკეტილი ეკლესია თითქოს მას რაღაც ანტიდასავლური შეხედულება ეს არ არის სწორი მე მინდა ვთქვა რომ აი ეს გლობალიზაციის პროცესი რომელიც დღეს არის და რომელიც გარდაუვალია ჩვენ რეალურად უყურებთ ამას მაგრამ ამ გლობალიზაციის პროცესში ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ეროვნული და ჩვენი სულიერი ფასეულობანი ჩვენ ბრმად არ უნდა მივიღოთ ყველაფერი რაც მოდის თქვათ დასავლეთიდან თუ აღმოსავლეთიდან თუ ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან ჩვენ უნდა მივიღოთ ის რაც ჩვენ გვჭირდება და რაც ჩვენ არ ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობას და არ ემუქრება ჩვენს ფასეულობას და ზოგიერთს არ მოსწონს აი ეკლესიის მაღალი რეიტინგი და დღობა ხალხის ასეთი ეკლესიისადმი და აი ალბათ ამან გამოიწვია ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ეს გამოსწორდება და ასე არ შეიძლება ასე გაგრძელდეს აი ესეთი სიტუაცია როგორც საქართველოსია არც ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არის მსოფლიოში და ეს ყველაფერი იწერება ყველაფერი ისტორიაში შედის და ეს არ არის საკარბიელო ასეთი დამოკიდებულება ეკლესიისადმი იმ ეკლესიისადმი რომელიც არის ერთადერთი ძალა გამაერთიანებელი ძალა ერისა